მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ გადაცემა ყვითელ მიგს ხათუნო მხეიძესთან ერთად. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ მხატვარი და ფერმწერი ბატონი ბესო კუპატაძე. მოგესალმებით, ბატონო ბესო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გადაცემაში და თუ შეიძლება ტელემაყურებლებს თქვენი საქმიანობის შესახებ მოუყევით და საიდან ბრძანდებით, წარმოშობით, ესეც გვაინტერესებს. დიახ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. წარმოშობით იმერეთიდან ვარ. ბოლო წლები თბილისში მოვჩი, ასე ვთქვათ. პროფესიული განათლება სამედიცინო სფეროდან მაქვს, მაგრამ ჩემი ესე ვთქვი მეორე პროფესია, რომელიც გვიან წლებში ავირჩია, ასე ვთქვათ. და რომელსაც ეტაპობრივად მივყვები და ვცდილობ განმოვითარო, არის ფერწერა. მხატვრობა, გრაფიკა ნაკლებად, ძირითადად ფერწერა. საინტერესოა და როგორ დაიწყო თქვენი გზა მხატვრობაში, ეგ მაინტერესებს ეს. სკოლის პერიოდიდანვე მქონდა მცდელობები მხატვრობის, ოღონდ ფერწერას ვერ მივდიოდი, ანუ ვერ ბედავდი რა ეს ზეთის საღებავები რაღაც მეკონა ძალიან სირთულე. და უბრალოდ ფანქრებით და ფლომასტერებით ჩვენს პატარა ასაკში უფრო ეგ იყო. და იქ რაღაც სკოლის სტენდებს ვაკეთებდით, მაგრამ რო ვთქვა ბევრს ჯობდიო ვერა, იყვნენ ჩემზე უკეთესებიც. რო შევხვდით ჩემზე უკეთესებიც იყვნენ, იქ გავჩერდი. აი ესე გავიდა შემდეგ წლები, შემდეგ რაღაც სპორტის ინტერესი, შემდეგ სწავლის ინტერესი, შემდეგ ემიგრაცია, შემდეგ სწავლა და სულ რაღაცა ვთხოვდა შინაგანად, რომ ამ საქმეს დავბრუნებოდი, მაგრამ ძალიან გვიან ბოლოს 3 წელია სულ რაც ფერწერაში აქტიურად მუშაობდა, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტებს ვატარებ. ფაქტობრივად 42 წლის ასაკში დავიწყე ხატვა. რა საინტერესოა. ეხლა 45 წელიწადში ვარ, რაღაც 3 წელი ხდება. 42 წლის ასაკში. აი როგორ იქნება თქვენი ნამუშევრები? პირველი ნამუშევრები საერთოდ ფერწერაში ახლა რომ დავიწყე მუშაობა ხატვა ვაკეთებდი, ანუ გრაფიკულ მონახაზს ტილოზე და შემდეგ ვცდილობდი ფერებით ეს შემევსვეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცა თითქოს ჩარჩოში მაქცევდა ეს ფანქრის კონტურები, ვერ გაცდები კონტურს გააკეთებ, უნდა მიყვედა ისე გამოსახულება არ უნდა აგერიოს. რაღაც სხვას ვთხოვდა რა, თითქოს რაღაც სულიერად ვერ ვიყავი ისე, პირიქით მხლიდა. ამობდნენ რომ ზოგი განტვირთვა არის ზოგისთვის. შემდეგ მოხვდი კახა გიგაური არის ასეთი მხატვარი. ის გამოფენაზე და ამ გამოფენა რომ გამოვედი, მივხვდი რომ ისე ასეთ შეიძლება ხატო თავისუფლად და სიამოვნებაც მიიღო, თან სათქმელიც გადმოცე. და თან არ იყოს ეს ნახატი ფოტოსავით. ანუ არიან მხატვრები რეალისტურად ხატავენ. ესეთი მხატვრები არიან ახლა როგორც გოჩა ზირაკიშვილი, ბრუნო ვებხვაძე, ესეთი მხატვრები. შეხედავ რეალური ფოტოსავით არის მართლა. ნახე მათ მაინც ვერ გავეჯიბრები, ამიტომ ისე სხვა კუთხით ვარჩიე წესვლა, ცოტა რელიეფური ფაქტურა, სადაც შეიძლება იყოს. შემდეგ ბატონ შალვა ფაჩაშვილის ნამუშევრები ვნახე და მოკლედ ამ ორი მხატვრის სინთეზმა რაღაცნაირად ზემოგზავნენა იქონდა ჩემს. აი როგორ თქვენ სტილს მაგალითად. რაღაც იმპრესიონიზმისკენ უფრო არის მიდრეკილი, მაგრამ ჯერ კიდე ასე ვთქვათ, ჩემი სტილის ძიებაში ვარ. აი როგორ აღწერეთ, ესეთ ფერწერულად რო არ აღწეროთ, უბრალოდ ვინც არ ხატავს, მისთვისაც გასაგები რო იყოს. შეგვიძლია ადამიანს სათქმელი პირდაპირ უთხრა და შეგვიძლია რაღაცა იგავარაკეთ ან შემოვლით რაღაცააფორიზმით რო ვთქვათ, ესეთ რო ესაუბრო. აი ესე ვცდილობ დავხატო რა, ესეთ არ იყოს ძალიან მკაფიო ნახატი, რომ ძალიან მარტივად აღსაქმელიც არ იყოს. თუ ვთქვათ არქიტექტურა არის და თან უნდა ჩანდეს, ნუ აბსტრაქციაც არ არის. აბსტრაქციაში ვისაც რა უნდა იმას დაინახოს, ეგ არ მინდა. მინდა რომ რაც მე დავხატე ეს დაინახოს. დიახ. მაგრამ არ დაინახოს, მაგრამ არ იყოს ნახატი მოსაწყენი. აი რთული პერიოდები თუ გქონდათ, ეგ მაინტერესებს კიდევ.
რთული პერიოდები რთულ პერიოდებს დაემთხვა ზუსტად ჩემი ფერწერაში, ასე ვთქვათ, გააქტიურება. იყო რაღაც ცხოვრებისეული სირთულეები, გარკვეული სტრესი და მაგდროს ხდება ხოლმე. ხო, მაგდროს რაღაც თითქოს რაღაც თავშო გადაგიდრიალდება რაღაც და იცი რომ ამას გააკეთებ. დიახ. მანამდე უბრალოდ არ ვიცლი, თუ მოინდობებ მოიცლი. ერთხელაც წავედი ვიყიდე საღებავები, ტილო, მოლბერტზე ვერ ხატავდი, მაგიდაზე დედისე დავიწყე და ხატვა, შემდეგ მივხვდი რომ მოლბერტი საჭირო არის. სხვანაირად ავექვამ ვერტიკალურად ტილოს და დანარჩენი უკვე არის შრომა. დიახ. შრომა, ხატრობა ბევრს გონია გართობა. თუ გაერთობი შეიძლება რაღაც შედეგამდე მიხვიდე, მაგრამ თუ კი გინდა რომ პროგრესი გქონდეს, ბევრი უნდა ხატო, დაიშრომო და ეხლა რო უყურებ 3 წლის წინ დახატულ ნახატებს ხელახლა უბრუნდები და რაც არ მომწონს კორექტირებს ვაკეთებ. ხო. ანუ მაშინ ვერ ხედავდი. ეხლა ვხედავ აი. აი როგორ ხედავ თანამედროვე ხელოვნებას? ეხლა მოვდივარ ქართული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან. ზუსტად. დაერთხვა ეხლა აუქციონი არის ეხლა დაგეგმილი 28-ში მქონი საერთაშორისო. დავათვალიერე ეს ნახატები და დიდად აღფრთოვანებული სიმართლე გითხრათ არ დავჭი. სამწუხაროდ ვერა. იყო იქ რამოდენიმე პროფესიონალი ხატვარი, აბსტრაქციონისტები, ძველი მხატვრები, რომელთა ნახატებში არის რაღაცას გრძნობ ხედავ და რაღაცას აღიქვამ და შეიძლება რაღაცამ დაგაფიქროს, მაგრამ თანამედროვე ხელოვნებაში გადის ახლა ისიც ის ბანანი რომ მიაკრეს სკოჩით და რამოდენიმე მილიონად გაიყიდა. ნუ ეს თანამედროვე ხელოვნება მე ვფიქრობ თუ ეს ხელოვნება შეიძლება ეწოდოს უბრალოდ ხელოვნებაზე დაცინვა არის ეს ხელოვნება ალბათ არ არის. ყველაფერში ზომიერება საჭირო. ჩემი აზრით. ხო, შეიძლება თამამი ნაბიჯები თანამედროვე ხელოვნებაში, ოღონდ ხელოვნების ფარგლებში უნდა ჯდებოდეს ალბათ რა. აი რა როლი აქვს ხელოვანს საზოგადოებაში? ისიც მაინტერესებს. ხელოვანი ბევრი კუთხით შეიძლება წარმოაჩინოთ ახლა ჩვენ მსახიობი თუ ხატვარი თუ ხელოვნება მწერალი. სამწუხაროდ ისეთი აქტიური და ესეთი პერიოდი არის ყველა გადარბენებზე არის. დიდად ჩემს ბავშვობაში მაგალითად წიგნისთვის მე ბევრად უფრო მეცალა, ვიდრე ეხლა მცალია. დიახ. კიდათ კინოს ყურებისთვის აქვს ისეთი როლი ხელოვნებას, ოღონდ კარგ ხელოვნებას აქვს როლი. ცუდ ხელოვნებას პირიქით აქვს ცუდი როლი აქვს. დეგრადაციას იწვევს ადამიანის გემოვნებისას, კიდათ მუსიკა იყოს, კიდათ რაც სხვადასხვა სერიალები იყოს. არ შეიძლება ერთი და იგივე თვალებით უყურო რაღაც სერიოზულ ხატრულ ფილმს და უყურო კიდე რაღაცა ესეთ სერიალს, რომელიც სცენარიც უკვე 1000-ჯერ არის გადამეორებული. იმასაც ხელოვნებას ეძახიან რაც არის, მაგრამ ცუდი ხელოვნება, ცუდი როლი აქვს, კარგი ხელოვნებას ნამდვილად ეგრეა. განსხვავება ნამდვილად არის. რამდენად რთულია დღეს საქართველოში ხელოვანის ცხოვრება? რა არის ცით თუ კი პარალელური პროფესია გაქვს, ეს გარკვეულწილად გასხვევს და ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ თქვა ჩვენ ახლა ხატვის კუთხით ვილაპარაკებ. დიახ. ეგ მაინტერესებს. ხო, არა ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ რაღაცა დახატო და როგორმე გაყიდო. რაღაც დადო თქვა აუქციონზე და დაგიჟდა ნახატი 150 ლარი და 200 ლარად გაყიდო. ეს საცოდაობა არის. უბრალოდ როგორ ახდება, იცით, როგორც მივხვდი ახლა. რო უგროვდებათ ხატრებს, ხო, აი რო უგროვდებათ ხატრებს, ბევრი ნახატები უკვე ამ შემთხვევაში წყიდიან დაბალ ფასში და გარდა ამისა ურჩენეთ უკვე ეს გაყიდულ და იმ გაყიდული თანხით თქვა. არა და შეიძლება იმდენად ძვირფასი იყოს, რომ ნამდვილად დასანანია. დასანანი იყოს შეიძლება თვითონ ავტორისთვისაც კი და მეც მქონდა რამოდენიმე შემოთავაზები, მაგრამ ვცდილობ ჯერ ნახატები არ გავყიდო. ვინჩემია ნახატი გავაჩუქო, ვიდრე გავყიდო ძალიან
ასეთ დაბალ ფასში ხომ რაღაც საშუალო კატეგორიამდე მინდა მივიდე, მაგრამ სანამ გაყიდვებს დავიწყებ, მინდა რომ ის რაღაც საშუალო ფასამდე ღირებული იყოს ნამუშევარი. არის შემოთავაზებები ამ ცოტას რაც ნახატები რომ გავყიდო, მაგრამ პერსონალური გამოფენისთვის ვაგროვებ. ძალიან კარგი იქნება. და მინდა რომ პერსონალური შემდეგ რაღაცა სინჯვაპა რა ფასად გაიხიდება. მანამდე არ. აი რას ფიქრობთ ახალგაზრდა თაობაზე ბეს? საინტერესო თაობა არის ეს სხვათა შორის. ახალგაზრდა თაობა. და აი ეს ერთი ხელის მოსმით ვერც იქეთა ვერც აქეთ ვერ დაანაწილება, ასე ვთქვათ. მე ერთი რაც გამიკვირდა ცოტა მეგონა ახალგაზრდა თაობა ყველა თითქოს და სხვაგან იყვნენ, მოწყვეტილი იყვნენ რელიგიასაც, ხელოვნებასაც, უბრალოდ ახლა პატრიარქის დაკრძალვაზე გაცილება რო იყო და იქ რიგებშიც და იმდენი ახალგაზრდა თინეიჯერები იყვნენ და დიახ და ძალიან მიხარობდა. ბავშვებსაც ახლა ჩემ ბავშვიც იქ იყო და მისი თანატოლებიც ხედავთ ზოგს თვალზე ცრემლი მოდიოდა ეს 16, 17, 18 წლის ეს ბავშვები. წინადღეთ რომ მენახა ის პიროვნება ქუჩაში ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს მეორე დღეს ასეთ ანუ სულიერების კოდი დევს ქართველ კი ნამდვილად თანამედროვე ასე ვთქვათ თინეიჯერებში ალბათ აქ იდგნენ ძალიან ისე საინტერესო რაღაცებში ბევრად ჯობიან ჩემ თაობას კი მეც მომწონს და აღნიშნავ ხოლმე რაღაცებში ჯობიან მაგრამ რაღაცები თუ ძველესაც მიხედა აი ციგნისგან ნაკლებად იყურებიან ეგ მაფიქრებს ყველაზე ვერ ვიტყვი მაგრამ სულ მობილური თაობა უფრო არის სულ ტელეფონში რაღაც ინფორმაციებს სხვანაირად იღებენ და მე ერთი და იგივე ფილმი მინახავს ფილმად და წაკითხო წამიკითხავს ის წაკითხული დღემდე მახსოვს და ეს ფილმის კადრები შეიძლება იმდენად აღარ მახსოვდეს კი წაკითხული ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მახსოვრობადი და სხვათა შორის რო ვკითხულობდი თან თითქოს უყურებდი ხოლმე უკვე ნანახი მქონდა ჩემ რა წარმოვიდგენდი პერსონაჟებს აი ამ წიგნსაც თუ კიდე დაუბრუნდებიან კარგი იქნება თუმცა გარკვეული ნაწილი ჩართულია ხო რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი უბრალოდ ინფორმაციებს უკვე სხვა კუთხიდან იღებენ ძირითადად ეს არის ახლა ტექნოლოგიები განვითარებული იგივე ინფორმაცია თუ არის წიგნში და თუ არის ინტერნეტში ინტერნეტისგან მაგრამ იქედან იმდენს პროცენტს ვერ იჭერენ მაინც სიღრმეს ასე მგონია დიახ ესეთი კითხვა მაქვს ახლა ხშირად ამბობენ რომ მხატვრობა მარტოობის ხელოვნებაა თქვენთვის ეს მარტოობა თუ დიალოგი სამყაროსთან აი თქვა ადამიანი რომ დატოვოს სადმე კუნძულზე და იცოდეს რომ მის ნახატებს ვერასდროს ვერავინ ნახავს ნუ არის უკაცრიელი კუნძულზე და მის ნახატებს ვერავინ ვერ ნახავს და აქვს საღებავები აქვს სტილი აქვს ყველაფერი შეიძლება არ ხატოს თუ არა აქვს ხატვარს იმის მოლოდინი რომ ამ ნახატს შეიძლება რამოდენიმე დახატოს 3 წელიწადში რაღაცა მოტივაცია აღარ იქნება მოტივაცია არის მნახველი დიახ აი ახლა ნახატი ამ ცოტას ისე ცოტა მზისკენ მივატრიალე უნდა გაშრა სხვა გამოფენა არის ერთ გაილაცა ის იმ აზარტით ხატავ რომ იქ გავიტან იქ ახლა გასაკეთეთ არ გამაქვს მაგრამ რაღაცა მიზანი თუ არ აქვს ხატრობას თუ არსად არ წარმოაჩინე და მარტოობისთვის ხატავ თულია და დიალოგიც აღარ არის სამყაროსთან თუ ხატავ და წარმოაჩენ შენ ნამუშევრებს უკვე დიალოგი გაქვს გარე სამყაროსთან ეს ძალიან საინტერესოა ეხლა არის თუ არა ერთი ნამუშევარი რომელმაც ყველაზე მეტად შეგცვალა ბესო აი როგორც ადამიანი აი ესეთი ნამუშევარი თუ გაქვს თუნდაც ერთი შემცვალა როგორც ადამიანი იმდენად არა უბრალოდ ხელწერა შემეცვალა ასე ვთქვათ იმოქმედა ხო იმოქმედა უბრალოდ ძველი თბილისის ხედი იყო და ეს რაღაც ეს მხატვრების
ახატებს აგზავნი და განიხილავენ და იქ მოეწონათ ერთი აღნიშნეს რაღაცები მინუსებიც პლუსებიც ანუ შეიძლება ეს ასე ხატო და მოეწონოს შემდეგ აი ბატონო კახა გიგაური ვახსენე წარმატებული მხატვარი არის ამ სტილში ოღონდ ვეცადე ცოტა მაინც ჩემებურად დამეხატა და რო ვაჩვენე რაღაც კორექტირებები მითხრა და შედობდა შეესწორებია მაგრამ გამეხარდა რომ მოეწონა შეთო გამოფენებზე გავიტანე რამოდენიმე ესეთი ბესოვენტური არის ესეთი მხატვარი არ ეგონა ჩემი ნახატი თუ იყო ჩვენ ახლა ვიცნობთ ერთმანეთს ეს პირველი ცელობა იყო ამ სტილში დახატვის დავაკვირდი რომ აკვირდებოდა და ვიფიქრებდი რომ ეს უკვე კარგახნის მხატვარია რომელიც რაღაც განვითარების ეტაპზე კიდე პროგრესში არის რეაქციებს რომ დავაკვირდი ხალხისას და მეც მივხვდი რომ ეს თან ეს სტილი მეც მომწონს მეც სიამოვნებს და მაყურებელსაც მოწონს ამ ხელწერა შემიცვალა მაგრამ ალბათ პერიოდულად ჯობია მაინც ექსპერიმენტებს სხვა კუთხითაც ვატარო ფერწერაში დიახ ჩარჩოში ვარ ჩავჭი ეგრე ვთქვათ აი როგორ უყურებთ თქვენ თავს უფრო ძიებაში ხართ თუ იპოვეთ საკუთარი თავი მხატვრობაში ფერწერაში თუ ისევ ხართ ახლა გამოფენაზე უფრო ვფიქრობ ყველა გამოფენას სათაურს უკეთებენ და ალბათ სათაური მიახლოებით ჯერ არა მაქვს ჩამოყალიბებული მაგრამ იქნება მიახლოებით აი რაღაც მაგდაგვარი რომ შინაარსი ექნება რომ ან ფერწერაში დაკარგული ან რაღაც ძიება ფერწერის გზა ხატრობაში რაღაც ექსპერიმენტალური გზა ამ წუთას მე თავს ხატვარს ვერ უწოდებ მე უფრო ფერწერი ექსპერიმენტატორს უწოდებ თავს ჯერჯერობით კარგია რომ ვარ გზაზე ფერწერის გზაზე ვარ და ეს როდის დასრულდება არ ვიცი როდის შეიძლება თქვას მხატვარმა რომ მხატვარი ვარ და ცხოვრება უნდა გრძელდება ეგ დარწმუნებული ვარ თუკი მხატვარმა მიაგნო თავის სტილს თავის ხელწერას და იმ სტილში მოღვაწეობს ნუ ალბათ მაშინ უკვე ნაპოვნი აქვს თავისით აი ყოფილა მომენტი როცა ხელოვნებაზე უარის თქმა აი გიფიქრიათ მაგალითად ეგეთი მომენტი თუ ყოფილა რა არის ეს მე არც ისე დიდი ხანი არ არის რომ მაგდენი წარსული მქონდეს ხელოვნებაში სულ 3 წელია რაც ოღონდ ეს 3 წელში მდენი რამეს ვაკეთებ უბრალოდ ღიარ გავა რომ ნახატების სახლში მაქვს ხოთშორს ერთი ნახატი აქაც არის ჩემი სახალი შევადღება წერია დიახ ჩემი ნახატებს ბატონ გუჩას საჩუქრად ეს იყო პირველი ისეთი როგორც ქვია კონტურებით დაწყებული ფერების შეტანილი უბრალოდ ოღონდ ეს რაც იყო მიახლოებით ვეცადე ეს გადმომეტანა ეხლა აბსოლუტურად განსაკუთრებით ეგ ნახატი აბსოლუტურად სხვა სტილში გადმოვედი ასე ვთქვათ და აი როცა ტილოს წინ გახართ წინასწარით დავუშვათ რას დახატა ვამბობენ რომ თეთრი ტილოს შიში აქვს მხატვრებს მე ეგ არ ვიცი მე რომ ტილოსთან დავდგები საღებავს ავიღებ ვიცი რომ გამოვა ნახატი გამოვა და ეს არ არის ახლა ჩემი სტილი ისეთი რომ რაღაცა ცვლილების საშუალებას არ გაძლევდეს დიახ ნუ მაინც ახლა ორი სიტყვით ვიტყვი როგორ ხდება ეს პირველ სილუეტს ხატავ ფერებში ყველანაირად შენ მეორე დღეს მიდიხარ კიდე რაღაცებს აკორექტირებ ფერი შეგაქვს შეიძლება საპირისპირო ფერი შეიტანო ცვლილება შეიტანო და ამასობაში ეს რელიეფს იძენს ნახატი არ არის ეს პრიალა არის რელიეფური ახლა პეიზაჟი გავაკეთე მაგალითად შეგიძლიათ იყო ყოველი ესეთ ფოტოლია თუ ხის ბუჩქი ყველას ხელით შეეხო და იგრძნობ რომ ეს ნამდვილის გავს რაღაც თითქოს გადმოცემს უფრო მიახლოებით ვიცი მაგრამ 100%-ით რა თქმა უნდა ესკიზს თუ გააკეთებ წინასწარ იცი რა ასაკეთებ დიახ ესკიზებს არ ვაკეთებ ეს სხვა სტილი არის აი თუ არის ისეთი გრძნობა რომელიც ჯერ არ დაგიხატიათ და ფიქრობთ რომ დახატოთ შეგრძნების დონეზე აი თუ არის ეგეთი თქვენში გეგმები მაქვს ჩანაფიქრი
მაგალითად ესეთი ნახაც ვიცი, აი დროსთან მებრძოლი ერქმევა. დიახ. აი 2-3 წელია უკვე ხატავდა ვერაფერს ვერ მივედი იქამდე რომ ეს დავხატო. არაფერი ესეთი განსაკუთრებული უბრალოდ ეს არ მასვენებს, მინდა რომ დავხატო, მაგრამ სულ რაღაც სხვით ვიწყებ. აი ტილოს ვიყიდი, მოვიტან. ან მე პატარა ვებატილო, ან მე დიდება, ან დავიწყებ და სულ სხვა რაღაცას ვაკეთებ. ალბათ რაღაც განსაკუთრებულ დროს ელოდებით. გამოფენისთვის მინდა რომ კვეცლახატი მქონდეს. კიდევ აი რამდენად არის თქვენი ნამუშევრები პირადი და რამდენად უნივერსალური? ეგ მაინტერესებს. ვცდილობ რომ უნივერსალური იყოს, მაგისკენ მივდივარ. თუ კი ნამუშევრები არ არის უნივერსალური, ჩემთვის სხვის ნახატებზე მაქვს საუბარი. ხო თუ გითხრათ დღეს რაღაც დახატე, გაყიდე თქვა 300 ლარი და ხვალ იგივე შეგიძლია ზუსტად დახატო და ისე 300 ლარი გაყიდო. ეს უკვე კოპირება არის შენ სხვის ნახატებზე მაქვს. შენივე რო ხატო და იგივე კოპირება აკეთო და ყიდო. ესეც გამართლებულია შემოსავლის წყაროა, მაგრამ ეს უკვე ხელოვნება იმდენად არის სული აღარდებში იქით. თუ რაღაცას ორიგინალურს გააკეთებ, რომელსაც შენ თვითონაც ვერ გაიმეორებ და არ გაიმეორებ, ეს უკვე შენი არის და ყოველთვის მოგწონს ხატვა შეინახატი და სხვანაირად აფასებ, მაგრამ აი 2-3 წლის შემდეგ რომ მიუბრუნდები, თუ ისევ იგივე გრძნობა გაქვს, რომ ეს ნახატი შემთხვევით ძალიან ბევრს ნიშნავს, შეიძლება არც გაკიდო ცხოვრებაში. დაიტოვო. არის ასე ხატვარი ნიკო ხერკელაძე, რამოდენიმე ნახატი აქვს სახლში. ვერველები არ ვყიდი, მგონია ეს რომ გავყიდო, ჩემი სხეულის და სულის ნაწილს უღალატებო ვიცი. ნამდვილად უნდა დაიტოვო და არ გაყიდო. ხო, აი რამოდენიმე ნახატი აქვს. ხატვარს ალბათ მეც ეგრე რამოდენიმე სავარაუდოდ. გრძნობრო უნდა დაიტოვო აუცილებელია. მგონია ეგრე ვის. თავისუფალი კითხვები მაქვს ახლა. როგორია თქვენი დილა? დილა არის ყოველთვის ახლა ესეთ გლობალური ცვლილებები არის. ახლა ისეთ ასაკში ვარ, უკვე პოლიტიკა ნაკლებად უფრო გლობალური ეკონომიკა მაინტერესებს და ეკონომიკის კუთხით ვუყურებ საერთოდ რა ხდება მსოფლიოში. ან რადიოს ვრთავ, ან და უბრალოდ YouTube-ზე რაღაცას ჩავთავ, თქვა რაც მაინტერესებს და უსმენ რა ხდება. მე სხვადასხვა მეტი დრო არ ამაქვს, რომ გავიგო. მშვიდობა. და ყოველთვის არის დაჩქარებული. კი. უცებ მობილიზაცია, დრო და სანამ გავალ უკვე მოვლილი მაქვს ეს თელი დღე სად უნდა წავიდე მოვიდე 9 საათში სანამ თქვა ყავას დავლევ სანამ რაღაც ცოტა აზზე მოვალ უკვე ვიცი სად უნდა მივიდე სად ვერ ვასწრებ სად ვასწრებ და აი ესეთ ტემპში ვარ. აი ვისთან ერთად ისურვებდი ერთ ჭიქა ყავას ან ღვინოს მაგალითად. აი ვინ არის ეს ადამიანი მაგალითად? ეს ახლა თუ კი ესეთი აბსტრაქტული კითხვა არის, თავისუფალი კითხვა არის. მიხარ რადგან მაინც არ დავკარგავდი ასეთ შანსს სიტყვაზე და ცოცხალი ვიყოს, მაინც ვან გოგთან დავლევდი და ერთ ჭიქა ყავას და რაღაც რჩევებს მივიღებდი მისგან. რაღაც მისის ესეთი რელიეფური ხატვა და მისი სტილისტიკა ძალიან ახლოს არის ჩემთან და რაღაცას ყველა მხატვრისგან რაღაცას ვიღებ. ყველა მხატვრისგან რომლის შემოქმედებაც მომწონს, რჩევებს ვიღებ ხოლმე და ვითვალისწინებ. ეგ განსხვავებული შემთხვევა იქნებოდა. ეს იქნებოდა განსხვავებული შემთხვევა და არ იქნებოდა ტყუილად დაკარგული დრო. აი როგორ აღწერთ საკუთარ სტილს, აი ერთი ფრაზით მაინტერესებს, კრიტიკოსი იქნებოდით თუ არამედ უბრალოდ ადამიანი, როგორც კრიტიკოსი თუ უბრალოდ ადამიანი. სტილს ამბობთ? ხატვის სტილის მიმართებაში? არა, მაინც უფრო რაღაც კრიტიკის გარეშე არ უნდა არაფერი არ უნდა გაკეთდეს. აი თვით შეფასება, თვით კრიტიკის გარეშე განსაღი კრიტიკა ჩემი აზრით. არის და პროგრესისი არ იქნება. თუ დახატე და თქვი ეს მაგარია და სხვისას არ ითვალისწინებ და შენ თავის ყოფილი ხარ,
არა შენ ის პრინციპში ბევრი მხატვარი ამბობს რომ კრიტიკულები არიან საკუთარი შემოქმედების ისედაც კრიტიკულები არიან საკუთარი თავის მიმართ ალბათ რაღაც ადამიანური ელემენტები უნდა იყოს რა თქმა უნდა ყველაფერში აი რა გაღიზიანებთ თანამედროვე კულტურულ სივრცეში ყველაზე მეტად ბესო მეც საინტერესოა აი არ შემიძლია ყველაფერს შემიძლია ვიტანო მაგრამ მუსიკას ვერ უსმენ თუ არ არის ნამდვილი ხელოვნების დონეზე ნამდვილი მუსიკა თუ არ არის ну არ მაქვს საუბარი ახლა მაინდა-მაინც რაღაცა სოფლიო დონის შედევრები იყოს თუ ქართული მუსიკაც თუ კი არის ქალაქური მუსიკა სიამოვნებით უსმენ ესეთი ვთქვათ ცისფერი ტრიო ასე მრავალხმოვანი სიმღერები ფოლკლორი ესენი ყველაფერი მომწონს მაგრამ აი ესეთი ნახევრად რესტორნული სტილის ესე სამარშრუტო ტაქსებში რო არის აი მაგის მოსმენა არ შემიძლია ხო ახლა რესტორანში ვარ და დავლე ვერ კი ბატონო მე კარგია მე შეიძლება მაგრამ და ხელოვნებაშიც ალბათ ელნელო ასოციაციას ყველაფერში ვხედავ ასეთ მუსიკას ვადარებ დრარი ხარისხის სერიალებს და ისეთ მიყრით დახატულ ნახატებს რომელშიც გულიარდებს კარგი მუსიკა, კარგი ფერწერა, კარგი კინო, კარგი წერლობა, ყველაფერი სხვაგან არის. კი. და ხარისხი მაინც. ხარისხი სხვაგან არის და რაც არ არის, ხარისხის დაბლა რაც არის, ყველაფერი მაგაზიანებს. აი ახლა მუზეუმში რო ვიყავი, რამოდენიმე ნახატი თავფრთოვანდი, რამოდენიმე ნახატმა დამთრგუნა და გამახიზიანა. ხასიათი ვაგე. ხო, არის ის იმდენად პრესტიჟული ის არის ეს საერთაშორისო აუქციონი ვფიქრობ რომ მან ყველა ნახატით უნდა წამოსულიყავი მეც და სხვაც უნდა გამოსულიყო ესეთი ეთქვა რომ აი ეს საუკეთესოა რაც შეიძლება საქართველოს წარმოაჩინოს შეიძლება ცდები მაგრამ მეგონი სადაუარის ეს ამბავი დიახ აი მუშაობ პროცესში აი როცა მუშაობ ქაოსი გაქვთ თუ წესრიგი აი მხატვრები ყოველთვის როდესაც მარტო ვარ. დიახ. არა მაქვს წესრიგი. ზოგს უყვარს ეგ ქაოსი. არა მაქვს წესრიგი და ბევრი ტანისამოსი მაქვს გაფუჭებული სხვათა შორის ზეთის აღებებით ხატავ, აგრეთვე ხატავდი. ერინა ჩიტაშვილი არის ესეთი მხატვარი ბირჩია, რომ მარტივად დაიწყებოდა ეგრეც დავიწყებოდა აკრილით, მალე შრება და ოთურაბეს მოეწყო ვეღარ აშორებ რომ ზუსტად წერება გადავედი ხაზეთზე ბოლო-ბოლო მაგრამ ქაოსი თქვა შეიძლება გაქვს იქ სამუშაო სივრცეში მაგრამ იცი სად რა ფერიდებს რომელიც საღებავი სად დევს და სტილსაც გააჩნია ალბათ თუ კი ჰიპერრეალისტური ესეთი ფერწერა არის მაგ შემთხვევაში ეს ალბათ ქაოსს ვერ აიტანს იქო ძალიან დელიკატური სამუშაოა და ჩემს წერში მასტეხენით ვცდილობ ხატო მაგალითად ეს მეტალის და ფუნჯების ნაზავით ხანდახან პირიქით შეიძლება ხანდახან რამშტაინი არის ესეთ მუსიკას ცოტა ენერგიული მუსიკა იმ მუსიკის ფონზე რაღაცა ესეთი დავხატო რაშიც ქაოსი საჭირო არის და არის ესეთი ნამუშევრები სადაც ხელი უდნა ვარო და განგალდეს ნელ-ნელა წყნარად უკვე წესრიგია საჭირო იქ წესრიგი არის საჭირო ნახატის მიხედვით არის აი თუ ამ კამერის წინ უნდა დახატო ერთი ნამუშევარი გამორჩეულად რას დახატავდი ეხლა სიტყვაზე ამ წუთას რას დავხატავდი არ წინასწარ არ ჩავიფიქრებდი რაღაც ნახევარ აბსტრაქტულს დავხატავდი ალბათ სადაც ხატვის პროცესში რაღაცა წარმოჩინდებოდა და იმას აი წინასწარ ვერ ვიტყვი აი შეიძლება ხატვის პროცესში მივიდე იქამდე რა უნდა დავხატო ყველა შემთხვევაში იქნებოდა რაღაც სხივი იქნებოდა და კონტრასტიდან რაღაც შუქი გამოვიდოდა, რომლის ფონზეც რაღაც გამოჩნდებოდა. ასე ვთქვათ. აი, რამდენად პირადია თქვენი ხელოვნება? არ მინდა რომ ძალიან პირადი იყოს. აი, წინა კითხვაშიც მაგას უბრუნდები, რომ
შენი პირადული შეიძლება იყოს, მაგრამ სხვისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. დიახ. არ შეიძლება რამოდენიმე ნახატი აქვს, აი 2-3 ნახატს ვიჩვენა, ვიხსენებ, რომელიც პირადული არის, რომელშიც რაღაც პირადული დევს, დანარჩენი არ, დანარჩენი უბრალოდ შეიძლება რაღაც პეიზაჟი დავხატო, უბრალოდ ამ პეიზაჟს ვცდილობ დავხატო ისე, როგორც სხვები არ ხატავენ, თქვათ. ისე, რომ თქვათ, სადმე გამოფენაზე რო იქნება, თქვას, ვინც ვიცნობს ჩემს ნამუშევრებს, რომ ეს თქვათ, ეს არის ნახატია, ეს ნახატი არის. ეს უკვე კარგი არის. თუ ცნობადი არის. ჩემთვის უფრო ის სტილი არის პირადი, ვიდრე რა დავხატე. აი ყოფილა შემთხვევა თუ არა ბესო, აი მაგალითად ხატავდით, გინდოდათ სულ სხვა ნახატი და გამოვიდა სულ სხვა, აი თავისი გზა რომ აირჩია ნახატმა რაღაც ეგეთი. აბსოლუტურად სხვა რო გამოსულიყო. ეგეთი ფაქტობრივად აი რაც მაქვს ჩანაფიქრე ეს ნახატი მე დავხატო თქვა რა თქვი დროსთან მებრძოლი აი მაგ მემართება ეგ მაგ ნახატს ვიწყებ და სხვა ნახატი გამოდის ხვდები რომ შეიძლება ჯერ არა ვარ მზად რომ ის დავხატო გამოფენისთვის მინდა რომ ეს მთავარი ნახატი იყოს ეს უფრო ფილოსოფიური ნახატი იქნება ფილოსოფიური ნახატების ცნობები მქონდა თავიდან აქ კაც ქონდა სტუდიაში მოდანილი ბატონ გოჩასთან და ეხლა გავეკეთე ამას და უბრალოდ ტექნიკაზე ვმუშაობ ვცდილობ ჩემი ტექნიკა ვიპოვო ჩემი სტილი და შემდეგ ამ ტექნიკის საშუალებით გამოვხატო ის თქმაც მინდა უბრალოდ ის დრო დავხატო თქვათ რაღაცა ჩანაფიქრი რაც მაქვს ეგ არ მინდა ეგ შემიძლია ხა გავაკეთო მაგრამ ამ რთული ტექნიკით მინდა ეს რო გავაკეთო რომ ტექნიკაც ჩემი იყოს და სათქმელიც ჩემი იყოს და იდეაც. აი როგორ შეიცვალა თქვენი ფერწერა წლების განმავლობაში, აი რა წლებიც გაიარეთ? უფრო გართულდა და მეუბნებიან რომ უფრო პროგრესი არის, უფრო დაიხვეწა და უფრო გამორჩეული ხდება რაც დავარია. პირველი ნახატები რაც მაქვს ახლა რომ უყურებ იმ ფორმატში რომ დავრჩენილიყავით ესე გამეგრძელებული თქვათ როგორც ხატავდი გამორჩეული მაინც არაფერი იქნებოდა თვითონ ტექნიკაში შეიძლება სათქმელი სხვადასხვანაირად მეთქვა რაღაცა კარგი იდეა მომეფიქრებია მაგრამ მაინც სადანამუშევრები იქნებოდა ეხლა რასაც ვაკეთებ შეიცვალა ის რომ თითქოს და ზომიერებას გავეკეთე, არც საღებავი მინანება, შეიძლება ერთ ნახატზე დერენ დავხარჯო საღებავი, ფასში არც გაიყიდოს, არც ვიკრობ, მაგრამ ზომიერება ჯერჯერობით ვერ ვიჭერ, ასე ვთქვათ. აი მინდა ცოტა ჩემებური იყოს, მაგრამ ძალიან გადაჭარბებულიც არ მინდა რომ იყოს ესეთ. ეს რელიეფს გულისხმობ ფაქტურას. შემდეგ გამოფენაზე როცა დაპატიჟებ თორზე იქ ნახატთან აგიხსნით რას გულისხმობ. სიტყვებით სათქმელი არის თქო. აი რამდენად მნიშვნელოვანია რომ მაყურებელმა გაიგოს სწორად თქვენი ნახატი. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის. მომწონებია ახლა მე რამოდენიმე სხვისი ნახატი მაგალითად უყურების სხვა რაღაცა წარმომედგინა აღფრთოვანებულა შემდეგ ავტორს გავსაუბრები ვარ და ეს შემთხვევით გამომივიდა ვთქვია ეს ან სულ სხვა რაღაც ჩანაფიქრი ქონდა თუ კი თქვათ რაც ავტორმა ჩაიფიქრა და რაც მაყურებელმა დაინახა და აღიქვა ეს ემთხვევა ერთმანეთს მაშინ გამოდის რომ სათქმელი გადმოცა შეიძლება 100%-ით ვერ აღიქვას ნახველმა მაგრამ მიახლოებ ახლა თქვათ რამოდენიმე ნახატი ხო არის იმის გარდა რასაც ხედავთ კიდე რაღაც შეიძლება დაინახო მასში და თუ კი ის ავტორმა ისე გააკეთა ეს რო ხედავ ის რაც მას ჰქონდა ჩანაფიქრი ეს უკვე წარმოდება არის. დიახ და რას ურჩევდი ხელოვან ადამიანებს? ურჩევდი რომ იპოვონ საკუთარი თავი ხელოვნებაში. საკუთარი თავი იპოვნონ როგორც თავის სათქმელი რო თქვან. რაღაც თავის ხელწერა რო დატოვონ და
ხელმოწერის გარეშეც რომ ეცადონ რომ რაღაცა გამორჩეული რო იყვნენ. თუ ორიგინალობა არ არის ნებისმიერ საქმეში თუ არა ხარ ორიგინალური ხელოვნებას გულისხმობ ისე ძნელი არის რომ რამეთი განსხვავებული გახდე. ბევრი კარგი ხატვარი არის საქართველოში ამჟამად, მაგრამ არის რამოდენიმე მხატვარი, რომელიც ნახატებსაც ცნობს და იმ სტილში რჩებიან და აღფრთოვანებაც თქვათ არ იკარგება. გრძელდება და გრძელდება მათი ნახატებით. არის ესეთი აღარ ჩმიყვები ახლა ხატრები ჩამვინოს გული არ დაცდეს არის რამოდენიმე კაი კოჩანარი მანძის ნახატები მაგალითად მასტეხინით ხატავს ურითაც ხატავს ყოველთვის მის ნახატები მომწონს არის ესეთ გიორგი ბარათაშვილი ხატვარი ბევრი ხარ ყველას რომ ვიღაც გამორჩება რა თქმა უნდა შალვა ფაჩოშვილის ფერები მომწონს ძირითადად მაინც კახა გიგაურს მივიჩნევ ჩემს პირველ მასწავლებლად და დღემდე მასტერ კლასებს მიტარებს ხოლმე და ცდილობს რომ სწორგზაზე დამაყენოს მაგრამ მაინც ბოლომდე არ დაუჭირებ არავის მაინც მინდა რომ ჩემი ხაზი გავატარო ფერწერაში და აუცილებლად ჩემი სტილი დავიჭირო ოღონდ დაფუძნებულია თქო საფუძველი სხვადასხვა იქნება და თქვენი სამომავლო გეგმები რასაპირებთ ახლო მომავალში ჩემი სამომავლო გეგმები ახლო მომავალში გამოფენას გეკმავ დიახ ეხლა 3 წელი რაც ხატვა დავიწყე ციკლწერ არის ესეთი წიგნი წერილები ნაგვისურიდან საქართველოს ნაგვისურიდან ასეთი ფაქტურად დაბეჭდვამდე მივიყვანე მაგრამ რაც ხატვა დავიწყე ამ ციკლს შევეშვი აი მინდა რომ გამოფენა გავაკეთო და შემდეგ ამ ციკლს დაუბრუნდე ხელოვნებაში გეგმები ეს არის და ახლა მომავალში ალბათ ჯერჯერობით მარტო ეს გეგმები მაქვს დიახ და ჩვენს ტელემაყურებლებს რას უსურვებდით ესეც თქვენს ტელემაყურებლებს უსურვებდი რომ ესეთი აგრესიული დაპირისპირება რაც არის ეს პოლიტიკა და ესეთი რაღაცები ეს ინტრიგა ყველაფერი ამას ცოტა მოეშვან პერიოდულად უყურონ თქვენს გადაცემებს და მივხვდნენ რომ სოფლიო არც ისე ცუდია და ადამიანები არც ისე ცუდები არიან და ამ სიბოროტის გარდა კიდე არსებობს ისეთი ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს ეძებენ და მათი ყოველი კომენტარი თუ კეთილი სიტყვა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და თქვენთვისაც რა თქმა უნდა მათი კეთილი დამოკიდებულება თქვენი გადაცემის მიმართ სტიმული იქნება თქვენთვისაც და მადლობას გიხდი მობრძანებისთვის პესო და გულწრფელი საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებ მიხარია რომ ისე მარტივად ვისაუბრეთ რაც მინდოდა ის თქვით და მადლობას მოგახსენებთ უღმესი მადლობა და ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ რომ თქვენ უყურებდით ბესო კუპატაძეს მხატვარს ფერწერს და მე კიდე დაგემშვიდობებით შეხვედრამდე თქვენ უყურებდით ყვითელ მიქს ხათუნო მხეიძესთან ერთად